დედამიწაზე ძალიან ბევრი სახელმწიფოა, 190-ზე მეტი სახელმწიფოა, რომელიც ოფიციალურად არის გაეროს წევრი. ვერავინ ვერ დაითვალა ეთნოსების, ხალხების თუ ერების რიცხვი მსოფლიოში. 3-დან 4,000-მდე აი ეს სახელდება და უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხალხი და ერია, რომელიც 3 მილიონზე მეტია, ძალიან ბევრი. მაგრამ ყველამ როდი მისცა კაცობრიობას, ან როდი დაუტოვა ყველამ კაცობრიობას დიდი კულტურული მემკვიდრეობა. ყველამ იცის პრაქტიკულად სოფლიო 7 საოცრების შესახებ, ხო? ეს არის 7 მატერიალური საოცრება. იგივე პირამიდა, სემირამიდას ბაღები. ნუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქეოპსის პირამიდა, სემირამიდას ბაღები, თუ მაგალითად ალექსანდრიას შუქურა, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ 8 არის ეს მატერიალური საოცრება, ზოგი 9-საც ასახელებს, თუმცა 7, იმიტომ რომ 7 ღვთაებრივი რიცხვია, ხო? მაგრამ ბევრს არ გაუგია სამწუხაროდ იმის შესახებ, რომ 2000 წელს იუნესკომ გამოაცხადა კონკურსი 19 არამატერიალური საოცრება. ესეც აქაც საუბარი მიდის კულტურულ მემკვიდრეობაზე, ხო? ვერ ვიტყვი, რომ 190-ვე ქვეყანა მიქ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ბევრმა მიიღო და უამრავი იყო, რომელიც 3 და 4 და 5 მილიონზე მეტ ერებიანი და მოსახლეობიანი სახელმწიფოებია. სხვა შორის მაშინ ელჩი იყო ჩემი მეგობარი გოჩა ჩოგოვაძე, ის იყო საფრანგეთში ელჩი და იუნესკოშიც და მან ძალიან იღვაწა და იშრომა და იბრძოლა აი ამ კონკურსის ფარგლებში ქართული პოლიფონიური სიმღერა. აი ჩვენ რომ 7 კაცას ვეძახით, ხო, მრავალ ხმა. ეს სიმღერა აღიარებული იქნა 19 არამატერიალურ საოცრებათა შორის. ეს არის უდიდესი აღიარება იმისა, რომ ჩვენ სოფლიოს კულტურას რაღაცა მივეცით, ხო? და ქართული სიმღერა უბრალო მოვლენა არ არის, რა. უამრავი სპეციალისტი რო არ იცის, რომ ეს ქართული სიმღერაა და რომ ვერ ხედავს და ისე უსმენს, კითხულობს, რომ რა ინსტრუმენტებით სრულდებაო. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ იქ ინსტრუმენტი არაა, ხო? ეს ხმა არის. აღარ ვლაპარაკობ ახლა რაოდენ დახვეწილი, რაოდენ რთულია შესასრულებლად, როგორ გადმოსცემს ხასიათს, ვითარებას, მდგომარეობას. კოსმოსშიც გაიგზავნა, ჩაკრულო. ჩვენ და ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი საოცრება მსოფლიოსი და ეს არის ქართული სიმღერა.